ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის არჩევას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ასეთია 5 ქვეყნის პირველი დიპლომატების გზავნილი წინა საარჩევნოთ. თბილისში ლიტვის, ლატვიის, ბულგარეთის, ჩეხეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებიან. სტუმრები დღეს დილით მმართველი გუნდის წევრებსა და ქართული ოცნების ლიდერებს შეხვდნენ. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით საუბრის ძირითადი თემა 1 ოქტომბრის არჩევნები და წინა საარჩევნო გარემო იყო. არჩევნებზე ისაუბრეს დიპლომატებმა დავით ბაქრაძესა და ნაციონალური მოძრაობის წევრებთან შეხვედრის დროსაც. თავად მინისტრებმა ორივე შეხვედრა უკომენტარო დატოვეს. მათ გამოხატეს კიდევ ერთხელ და დააფიქსირეს, რომ ისინი პატივსცემენ მხოლოდ დემოკრატიულ არჩევნებს და ელოდებიან ასეთ არჩევნებს საქართველოში, რომ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოს ხალხის მხარდასაჭერად და არა რომელიმე პარტიის ან ხელისუფლების. ამ მხრივ ამ კუთხით ჩვენს მადლობა გადავუხადეთ, მათ ჰქონდათ რამდენიმე შეკითხვები და დააზუსტეს ჩვენი სტრატეგია და ჩვენ კიდევ ერთხელ დავუსაბუთეთ, რომ ეს გახლავთ ევროატლანტიკური სივრცე. მინისტრები გაამახვილეს ყურადღება საქართველოში და თავისუფალი არჩევნების აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე და გაეცნენ ჩვენს პროგრამას და ხედვას მთელ რიგ საკითხებზე. თავარი გზავნილი კიდევ ერთხელ გამომეორდებით, ეს არის მხარდაჭერა დემოკრატიული პროცესების და პოზიტიური შეფასება დემოკრატიული პროცესების, მათ შორის საარჩევნო პროცესების და მეორე გზავნილი, თავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოს ღირსია გახდეს ნატოს წევრი და მიმდინარეობს ძალიან წარმატებით ეს მიმართულება და ბუნებრივია ევროკავშირის შემდგომი ინტეგრაცია.